ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან ბაჩო ახალაიას პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს ეზოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ყოფილი პოლიტპატიმრები ახალაიას მხარდამჭერებს, ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმეში საპატრულო პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. ყოფილი პოლიტპატიმრები ახალაიას შესაძლო გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ. პოლიტიკური შეხედულებების გამო 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება. პროკურატურა ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში იახლუჯას საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ ინციდენტში ადანაშაულებს. პროცესზე დღეს დაცვის მხარეს და თავად ყოფილ მაღალჩინოსანს მოусმინეს. მოსამართლე დავით მრელიაშვილმა ახალაიასთვის განაჩენის გამოსატანად რამდენიმე დღე ითხოვა. თამარ გოგრესაშვილი ესწრებოდა სასამართლო პროცესის, ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება თამარ გისმენთ. კადრები სადაც კარგად ჩანს, როგორ დაარტყა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გოგა ონიანმა უფლებადამცველ გიორგი გაბედავას მეცხრე არხმა ექსკლუზიურად გადაიღო დაპირისპირება, მას შემდეგ გამწვავდა, რაც სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლოს ხდომიდან გამოსულ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. დღეს მთელი დღის განმავლობაში აქციის ფონზე მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. იქ დილიდან მივიდნენ ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებიც აპროტესტებდნენ ბაჩო ახალაიას შესაძლო გამამართლებელ განაჩენს. ნანა კაკაბაძე კი მომავალში უფრო ფართო მასშტაბიან აქციებს აანონსებს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ორი დაკავებული ვითარება უკიდურესად სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიძაბა, როცა ბაჩო ახალაიას მომხრეები და ყოფილი პოლიტპატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაკავებულია უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და თავისუფალი ზონის წევრი ონისე გერგედავა. ონისე გერგედავა ვერ მოითმინა მის მიმართ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს კაკაბაძის ბანდ ფორმირებამ 15 კაციანმა. ვერ მოითმინა ეს შეურაცხყოფა, გასცა ის იგივე ალბათ სავარაუდოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის პასუხი და ალბათ ამიტომ დააკავეს. ონიანმა ადვოკატი რომ არის, ონიანი მკვლელი, აი მან დაარტყა გიორგი გაბედავას. იმიტომ მართავ დღეს აქციას და ბაჩო ახალაიას და პოლიციამ იმის ნაცვლად დაეპატიმრებია ონიანი, ადვოკატი, დააპატიმრა გაბედავა. ახალაიას მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ინციდენტში ახალაიას ადვოკატებიც მონაწილეობდნენ. აი პროვოკატორები მოვიდა, ერთუჯრედიანები, გაუნათლებლები, ციხეში რო იჯდნენ, მთელი ცხოვრება, ოჯახები რო არ აქვთ, შვილები რო არ ყავთ, არავინ რო არ უყვართ. ესეთი გაბოროტებული, ღვიძლიანი ხალხი, რომელსაც იარაღი უნდა და გავარდეს ამ ქვეყანაში, ეგ უნდათ, მეტი არაფერი. პარტიანობა აღდგება ამ სარეველის გამარგვლას დავიწყებთ ინდივიდუალურად, ტროტილით და ჰექსოგენით. მნიშვნელოვანი არის ის, რაც 27-ში მოუვათ ამ ხელისუფლებას. ამათ კი არა ნაციონალებს, აი ამ დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის სამართლიანობა ეს არის. აი ეს არის, რომ გამოდის ნაძირალა, მკვლელი, ჯალათი, ონიანი ხელს არტყავს გაბედავას, მთელი ტელევიზიები ამას იღებდა და იმას აკავებს და მიყავს. ესენი არიან არარაობები. ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოში ყოფილი პოლიტპატიმრები მივიდნენ. ისინი ახალაიას შესაძლო გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ. უჩისტები და საქართველოს 1000 გზის დამღუპველი ხალხი დგას აი აქ. და ჩვენ კიდე ვაშენებთ საქართველოს. და ჩვენ გვიყვარს საქართველოს. საქართველოს ამშენებელი. ხო. მე ვარ ფრიდონ მერევაშვილი. მე შენი 92 წლიდან. გაიარე. მე თვითონ ნაუმარი ვარ. აფხაზეთშიც. აფხაზეთში შენ ყარყარაშვილი. ხო, ყარყარაშვილი არის საქართველოს მტერი. პოლიცია. გამიყვანე პოლიციაში. ჩაიყვანე იქ. ეს გაყვები. ხათარო შენ. ნეპტოლი. შვიცრად ნახევარი. დეზე მახტუნოა მაკის. სოლიდაშვილი მო. მაგასი თოშენი. სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე ყოფილი პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილიც დააკავეს. საქმის არსებითი განხილვის ბოლოს ხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. ადვოკატები პროცესზე გამოკვლეულ პროკურატურის მტკიცებულებებს ეჭქვეშ აყენებენ. ყველას კარგად გახსოვს აღნიშნული მოწმე, რომელიც ჯიუდად ამტკიცებდა, რომ 7-ვე დაზარალებულის პირადად იცნობდა და ასევე მათი გვარები იცოდა, მაგრამ
ნათლად გამოჩნდა, რომ როდესაც მოუთხოვეთ დაესახელებინა 7 ამბის გვარი, იგი ხელზე დაწერილი შპარგალი ხელმძღვანელობდა, რაც შემჩნეული იქნა, დაფიქსირებული იქნა. ეს იმით არის აღსანიშნავი, რომ ეს ადამიანი ცდილობდა სასამართლო და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანა. სხდომაზე ბრალდებულება საბოლოო სიტყვაც წარმოადგენს. ბაჩო ახალაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არცნობს. აქ წარმოდგენილი ბრალდება ჩემ წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მართლა რეალობასთან ახლოს, მე უბრალოდ ვაღიარებდი. და სხვებს დანარჩენ ადამიანებს აი ესეთ დღეში უბრალოდ არ ჩავკრით. ესენი უბრალოდ ნამდვილად მხოლოდ იმის გამოზიან საბრალდებოს გამზე, რომ ჩემზე უნდათ ვიღაცებს გამოსვლა ამ გზით და ესეთი გენიალური რაღაცა მოიგრეს პროკურატურაში. სინამდვილეში ამას არაფერს ნამდვილად ადგილი არ ქონია. არანაირად ამ ქმედების ორგანიზებას ჩემი მხრიდან მით უმეტეს ადგილი არ ქონია. დათვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. სახელმწიფო ბრალდება კი დარწმუნებულია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით საქმის ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება. და პროკურორს უბრალოდ სხვენოდა, მე ვფიქრობ დარბაზში ყოფნა ვინაიდან ყველა ეს არგუმენტი რომელიც მან მოიშველია და რაღაცა მოყვა ის ტყუილი და ზღაპარი ყველა მტკიცებულებით გავაბათილე და აქედან გამომდინარე სასამართლოს დარჩენია ერთადერთი სწორი სამართლიანი გზა რომ მიიღოს გადაწყვეტილება და გაამართლოს თითოეული ბრალდებული. ისინი უსაფუძვლოდ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ ბრალდების მხარეს და ფაქტიურად ეწევიან დემაგოგიას, ატყუებენ საზოგადოებას 62 მოწმე, რომელიც დაიკითხა სასამართლოზე, ადასტურებს, რომ ბაჩანა ახალაიას ორგანიზატორობით მასთან ერთად სხვა 7 ბრალდებულმა ჩაიდინა წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. მოსამართლე განაჩენზე უკვე თათბირობს. დავით მგელიაშვილი სარეზოლუციო ნაწილს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. დღევანდელი დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის, რომელიც ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად მოხდა რამდენიმე კვირის წინ. უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ასევე დაუპირისპირდა ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და მის მხარდამჭერებს. გაბედავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებს და ახალაიას ინტერესების დამცველმა გოგაონიანმა მას ყავით სავსე ჭიქა ესროლა. საქმის არსებითი განხილვა კი დღევანდელი სხდომით დასრულდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენი რამდენიმე დღეში უნდა გამოაცხადოს. მადლობა თამარის, იყო თამარ დოვლისაშვილი.